მოგესალმებით ჩემო დახალდან და მე მივდივარ ახლა ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში, რომელშიც ჰიტლერის ჟამს აწამებდნენ უამრავ ადამიანებს, ხოცავდნენ, შიფშილით კლავდნენ, ამუშავებდნენ და ასე შემდეგ. იმედი მაქვს დაგაინტერესებს ეს ვიდეო, განაჩენ დეტალებს ვიდეოში მოგაწვდით, რადგან ძალიან ბევრი დრო არ მაქვს, ძალიან ცოტა დრო მაქვს და იმედი მაქვს საინტერესო სანახავ იქ მოწვეთი. მეგობრებო, გადავიღო არსებელია, მაგრამ ჩუმად უნდა გადავიღო. იმედი მაქვს რა დამიჭერებ. პატარა ოთახში ცხოვრობდნენ სავარაუდოდ. Outside. მეგობრებო, ამ ვიდეოს იმიტომ გიწევთ, რომ უბრალოდ შეგახსენოთ და სულ უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძოთ და ეს აღმოჩნდეს ჩვენი რეალობა. და ეხლა ეს გაჩვენებთ სახლებს, მან მოგვიხდეს დაძინება. გაღვიძება, შრომა, დიდი ეზოა, ცოტა არ არის. და ვიღაცები
ვიღაცებმა შეიძლება უბრალოდ მოყვა იმის გამო, რომ აი ესე მოიხუშტუროთ. და იმიტომ რომ ძალაუფლება აქვს და იმიტომ რომ პოლიტიკოსები არიან. გაცდია. Oh my god. ანუ ამ ადგილზე იყო ძალიან ბევრი ესეთი შენობა. ანუ აქ იყო 29 შენობა. What? Oh, nothing. მეგობრებო, ვიდეოს დასასრულს მინდა რომ აი ამ რაღაც ისტორიული ადგილიდან მოგმართოთ და ჩემი ესეთი მოკლე სპიჩი გავაკეთო, ისე ვთქვათ, რა როლი ეკისრება პოლიტიკას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და რამდენად დიდ როლს თამაშობს ჩვენი თითოეული ადამიანის ყოველდღიურობაში. პირველად ძალიან მწუხარ ამ ადამიანების გამო და ასევე მწუხარ იმ ადამიანების გამო, ვინც იბრძვიან უკრაინაში, რუსეთში, გაზაში თუ დედამიწის სხვა წერტილებში და ეს ყველაფერი ხდება პოლიტიკის სახელით, თითქოს სწორი პოლიტიკის სახელით, მაგრამ სწორი პოლიტიკა უბრალოდ არის ერთადერთი რამ, ეს არის თავისუფლება, ადამიანის თავისუფლება. ადამიანები მხოლოდ ომებში არ იღუპებიან, ჩვენს იგივე უამრავი ადამიანი იღუპება, თუნდაც ღარიბით, ციხადაკით, შიმშილით, ასევე სხვა შეზღუდვებით, ციხეში მიდიან ადამიანები და კარგავენ საკუთარ თავისუფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკოსები და პოლიტიკას ასე სურს. შესაბამისად, პოლიტიკა და პოლიტიკოსები არიან ადამიანები, ვისაც ჩვენი სიცოცხლე აი ეს ხელში უჭირავს და როგორც უნდათ შეუძლიათ ისე გამოიყენონ და ერთ დღეს შესაძლოა გავიღვიძოთ და ჩვენ აღმოჩნდეთ ამ ადამიანების ადგილზე ისტორია განმეორდეს ორჯერ, სამჯერ, 9ჯერ, ვინ დაუშლით, არავინ და შესაბამისად ჩვენი თითოეული ინდივიდის აბსოლუტური უფლებაა და ერთ-ერთი ცხოვრების აზრიც კი რომ ვიბრძოლოთ ყოველთვის ჩვენი თავისუფლებისთვის, თითოეული ადამიანის თავისუფლებისთვის და არა პოლიტიკოსების და პოლიტიკისთვის. ყველას გისურვებთ თავისუფლებას და იმედი მაქვს კაცობრიობა ერთ დღეს მაინც იცხოვრებს დედამიწაზე მართლა თავისუფალ სამყაროში. მადლობა ყურადღებისთვის.